ეს იყო სწორედ ის შენობა, სადაც თავის დროზე საიდანაც გამოსულია ყოველ შემთხვევაში შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ გულაბერიძე, არსენ ბულმაისიმისძე და დავითის ცნობილი ისტორიკოსი. ღვთისმსახურების გარდა ამ შენობის კედლებში ახალგაზრდები მთელი საქართველოდან განათლებას იღებდნენ. გელათის აკადემია შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებელმა მანგანას აკადემიის მოდელით შექმნა, რომელიც კონსტანტინეპოლში არსებობდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ კონდეს განვითარების ძალიან დეტალური გეგმა, სწორედ საზოგადოება ივერია გვეხმარება ამაში. ჩვენი სურვილი არის, რომ გელათი გახდეს ძალიან აქტიური, აქ იყოს რა თქმა უნდა სამონასტრო ცხოვრება, გრძელდებოდეს და ამასთან ერთად ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მიიღებენ გარდა ესთეტიური სიამოვნებისა ცოდნას და ამისთვის უკვე არსებობს აკადემია და აკადემიის გაცოცხლება და მისთვის აქტიური ფუნქციის მინიჭება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.